როგორ გვეტყობა რომ საფლიო ჩემპიონატი იწყება. და ძიმა ყოჩა. ეს სხვა რამეს ეძღვნებოდა, მაგრამ მე გავიმეორებ კიდე. ცოტა ხელი მტკივა და რაღაცა ვერ ესე ვერ შევასწავლე. ეხა რა არის მოდურია სპორტული სამოსიცი მაშინ ჯდომა ეთერში ეს ბოლო რამდენი დღეა რომ აი ძალიან სპორტული ხარ და ეს იწყება ის რა ქვია ჩემპიონატია რაღაცა ფეხბურთში. როგორ მოდასაყები და მოდასაყოლილი ბიჭი ვიყავ. ჩვენ მაგრამ გაგვიმართლა რომ შუა დღეს ვართ ეთერში. ანუ მაყურებელი არ მოგვაკდება და აი საღამოს გადაცემები რაც არის ცოტა პრობლემები ექნება სოფლიო ჩემპიონატის დროს ერთი თვე და უნდა შევეგუოთ რა. მე წავიკითხე ინტერნეტში გადავაწყვეტე ამასთანავე რაღაცა ვიღაცას ხუმრობით, მაგრამ მანიფესტი გაუკეთებია, რომელიც ეძღვნება ცოლს. და ხელმოწერილია და ბეჭედი არტყია, რომ მატჩის დროს რა წესები უნდა დაიცვას მეუღლემ, რომ ქმარს არ მოუშავოს ნერვები. პირველი რა წერია, აქ ხუდი სახში? არა, პირველი წერია ეს, რომ არ გაიარო ტელევიზორის წინ. გააშლია თაშენ. როგორ წესი გოლის მომენტში, სახიფათო მომენტში გადიან ხოლმე? ზედმეტი კითხვები არ დამისვა, ტელევიზორის წინ არ გაიარო. ძალიან გასაოცარია ეს რა. და არ აყვირდეო ცოტა ზესუმზირის ნაფცქვენები და რაღაცები თუ დაგხვდებაო. ხანდახან ყოფილა პირდაპირ ეთაგზოყრით ხოლმე პარკეთზე. ყოჩა. მე ვალაგებდი. აი ვიცი რა, რატო არ უყურებენ ეს არ ვქია. თიკა საწახო შეიძლება რომ ჩვენ თემაზე ვის ფეხბურთს არ უყურებ? არ არის საინტერესო. მოდი მოდაზე ვილაპარაკოთ, მოგეწონება. ეხლა აზეც ილაპარაკებ, ჩვენ ვილაპარაკეთ დანარჩენი. აბა ფეხბურთზე ჩვენ უყურებ ფეხბურთს. არა, მოდი მოდაზე ვილაპარაკოთ. ჩვენ მოდაზე გვინდა საუბარი, არ გვინდა ფეხბურთი. არ ვუყურებ ფეხბურთს, არ არა, არ ვუყურებ. ნახონდი. მე უყურებ. ყველა წავედი ეხლა მე. ჩვენ სხვათა შორის გოგონებმაც დაიწყეს ყურება ფეხბურთს, აი რაღაცა მოდურიაო და რაღაცა რატომ იყობენ მოდელები ფეხბურთელებს უსვალად? იმიტომ მოდაშია. ეს მოდაშია რაღაც კარგი ტანდემი. ფეხბურთის ყურებას მოდაშია. არ მგონია ფეხბურთს დიდად თუ არ უყურებ ფეხბურთელებს ვერ შეარჩევ. გვანცა მართალი ხარ, არის ეგრეთ წოდებული მსხვერპლი ის რომ საყვარელი, იმიტომ რომ მოდური გახდათ რა, დაждდე და აი ამას უყურო 90 წუთის განმავლობაში მინიმუმ, ხო? იმიტომ რომ თუ რაღაც ოვერთაიმი ამბავი, ეს ვართან მე პლეიოფებში. რაღაცები სოდნია მაინც. ხო, ანუ მსხვერპლი არის ერთგვარად, რომ მე წუხად ძალიან გვიან დავწექი, იმიტომ რომ ფეხბურთს უყურებდი, რომ თქვა მეორე დღეს, მაგრამ მე ამ სხვებს ვერ გავიღებ. ო, ეხლა ძალიან მაგარი სარეკლამო ის გამახსენდა. ფეხზე რო გიჭერს ფეხსმელი და მაინც რო გასწია. ის ამდენჯერაც გინდა იმეჯე გამიხია. ეხლა გამახსენდა მაგარი სარეკლამო, არ დავასახელებ ხარ, არ ჩამოსვალოს რეკლამაში. რა? არც სიტყვა, არც მოყვები? კლასიკური სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე ცოლების დაავალეს 500 ქალბატონს, რომ ქმრებისთვის ეთქვათ, რომ აი თუ გიყვარვან, სოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო. და თუ წამოდა ყველა წაყვა. და იქ გამოვიდა რაღაც დაიწყეს და უცებ ბრახანი გაადინა და გამოვარდა სოფლიო ჩემპიონატი ეკრანზე. სამაგიეროდ ქმრებმა დაადასტურეს. თქვენგან განსხვავებით, რომ ამ მსხვერპლის გაღება შეუძლიათ. მე ყველაზე არ სულ ეს იყო რაც მინდოდა მე. მხოლოდ ჩემი პოზიცია გამოვხატე და მაინც დღეს ვისაუბრეთ მოდაზე, მადლობა ძიმა. ფეხბურთის ნაწილი არ მოითხოვს თუ არა სილამაზე მსხვერპლს. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს? არ ვიცი, არა. ქრისტე, მოყევი რამდენი მსხვერპლი გაგიღია და რამდენი. მსხვერპლი არის ჩემთვის ყველაფერი, რასაც ხალები აკეთებენ. კომპრომისზე წასუხარ იმისთვის, რომ ყოფილიყავი ლამაზი და მოდური. ყველამ ჩვენი გამოცდილება მოუყვეთ ვითომ? ალბათ, ხო, ბევრი. პირველ რიგში მთელი ცხოვრება ვარჯიშობ და ეს უკვე მსხვერპლია, თუმცა ჩემთვის არ ვგზნობ თავს მსხვერპლად, იმიტომ რომ მსხვერპლია ეგა? ვარჯიში. მსხვერპლი რა არის? მე გეტყვი რა, ეს არის მსხვერპლი, აი ეს არის მსხვერპლი, კიდე ის აი ქუსალები ეს ხო, აი ქუსლიან ფეხსაც მოსრად შეეხება საკმაოდ. ეს არის მსხვერპლი, კიდე ეს რამს მინდა გავიპარცო, ვინ არა, რა სისულელია. აზრს მინიმუმ ჩავიცვა და კიდე ამ მსხვერპლია იზა. ქუსლაზე ესე რომ მოდიან ხო? არა, ზოგი ძალიან კარგად და ეგ არის მსხვერპლი. იყო და როცა სულაც არ მიჭირდა და მსიამოვნებდა. ვერ გამაჩერებ დღეს მაინც. არა, გეთანხმებით ძიმა აბსოლუტურად. რატომღაც კაცობრიობის ისტორიაში მოხდა ისე, რომ ამ მსხვერპლის გაღება სილამაზისთვის ვიტვირთეთ ჩვენ ქალებმა. რატომღაც რა იღა, მე რო გავაკეთო ყველაფერი წარმოიდგინე. არა, ხო, მაგრამ ასე გადაანაწილა დედაბუნება. და დედობა, აი ეს არის ყველაზე მთავარი გმირობა ქალების. ქალბატონებმა სწორედ აღნიშნა, რომ უნდა შეუთავსონ კარგი დედობა, კარგ ქალობას და მე არ ვიცი შენ რამდენად გესმის, მაგრამ ყველა ქალი დამეთანხმება, რომ ყველაზე რთულია ეს, რომ თან იყო კარგი დედა და თან იყო და ჩვენ რისთვის ვარ, ჩვენ უნდა მოეხმაროთ, არა? ხარში დაუდგეთ, ყველაფერი ხელი შეუწყოთ. რა თქმა უნდა, თუ გესმის. მაგრამ ძალიან ბევრმა ქალმა ამ ბოლო დროს დაამტკიცა ის, რომ შესაძლებელია
რომ მოახერხო რომ იყო დედაც მრავალგზის და იყო ფორმაშიც და რასაკვირველია შეგიძლია ფეხზე ადგე და თავი და შემოვიპატიჟა სტუმარი ხო და უბრალოდ რაღაცნაირად ლინკით წავა და მოვიყვან ჩვენ სტუმარს რომელიც მიყვარს ძალიან მოგონა და ერთი წელი არ გვინახავს და ეხლა რომ გავიდე და არა ლიკა ეგაიდეს გიახალობა ლიკა გლიცვით მენდი როა შემოსულიყავი სპორტულ კომენტარებს როდესაც აკეთებ. შენ ახლა იქ ვერ გავიგე. ამერიკული ფეხბურთს და ბეისბოლს არ უყურებდი? ლიკუშკა, ეს სავარძელი შენ და ჩავჭორავდეთ. როგორ ცხოვრობდი და მე პერიოდულად რაღაცას შემომხედეთ ხოლმე ისე ჩემ. პერიოდულად გამოვხედავ განსაკუთრებით ჩემთვის პირველი კითხვა ეს არის მაგალითად როგორ ახერხებ პრინციპში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ყავს, ძიზის გარეშე ყავს. რანაირად ხდება ეს? მე მგონი მონდომება არის მთავარი და ყველაფერი შეგვიძლია რომ მოვასწროთ. პირველ რიგში რაც შეეხება ფორმაში ჩადგომას არის სწორი კვება და ვარჯიში და მსხვერპლი არანაირად არ არის ვარჯიში, იმიტომ რომ პირიქით შენი თავის უსაკეთებ ამას და ჯანმრთელობისთვის და იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდე და პირიქით სასიამოვნოა მე მგონი თან. ცხოვრების წესია. ცხოვრების წესია კი. ხანახი აი ყავს ანა სოფია რა 4-ის და პატარა 10 თვის. 10 თვის. კარგი, ნუ ვარჯიშის ორივეს რახან შენსდი ხო? აი ვარჯიშისთვის ხო არის 2 საათი რაღაც ხო? გამოყო რომ სადღაც დატოვეს ენი წახვედი და ანუ ძალიან კარგი მენეჯმენტიც როგორც ჩანს გაქვს სახში. მთავარი არის რეჟიმი. ადრე არ წარმომედგინე ხა ანა სოფიაზე ძიძა მყავდა, თან მუშაობდი ეს ყველაფერი და ბავშვს რაღაც იმდენ დროს ვერ უთმობდი. მაგრამ როდესაც აი ორი ბავშვით კიდე ხო იცი რაღაც წარმოუდგენელია, მაშინ როდესაც ესე ცხოვრობ, მუშაობ, ძიძა ყავს ყველაფერი, მაგრამ როდესაც დგები ამ გამოწვევის წინაშე ყველაფერი შეგიძლია ამაში არანაირი ჩაფხუტი გეხმარება ჩაფხუტი კი ნამდვილად გეხმარება და იცი როგორ არის რეჟიმია მთავარი როდესაც შენ ამ რეჟიმს დაალაგებ ყველაფერს ასწრებ თავარი მონდომება და ამიტომ ისე მაქვს დაალაგებული რომ ბავშვი ბაღში მიდის პატარას ვინაწილებთ ხოლმე მე და ჩემი ქმარი და იცი როგორ ვაკეთებთ რომ ჯერ თქვა ნიკა ვარჯიშობს მე და მე ესე ვიცვლებით დაიდავშოთ საყიდლებზე წავედით ხო იმიტომ რომ ეს სწორი კვება რო ამბობ ხო ამისთვის პროდუქტი მოიტანა და მოამზადო ხო პლუს კიდევ ყველაფერთან მე კი ბავშვებს სადილებსაც უმზადებ და ყველაფერს ვასწრებ ბავშვისთვის წვიანი ცალკე რაღაცა ბავშვთან ერთად დავდივარ ყველგან საბედნიეროდ იმ ქვეყანაში არის ყველაფერი იმისათვის, რომ შენ არ გაგიჭირდეს ქუჩაში სიარული. ესე კარგად მოახერხებდი თბილისში. არა, ვერ მოახერხებდი, იმიტომ რომ ყველაფერს თავი რომ დანებო ელემენტარული ეტლით ვერ გაივლი ქუჩაში. ხო, ვერ გაივლი, არ გაგატარებენ და გადაცემა არ გავა, მაგაზე ვერ ვილაპარაკო და ხო, და ჩემთვის წარმოუდგენელია შესაძლებლობის გზები არის? ხალხი საერთოდ რანაირად მოძრაობს ამ ქალაქში. ნიუ-იორკში, ამერიკაში. რა ხო, ნიუ-იორკში, სადაც კინოშიც დამყავს ბავშვი და ყველგან, ამიტომ არ არის ამის პრობლემა. განსაკუთრებით სიგარეტს არ ეწევა არავინ. მე ეს ფაქტი არ თქვა არ შემიძლია. და ბევრი. როგორ შევხედათ, განსაკუთრებით სიგარეტს არ ეწევა არავინ. კარგი ხო? მე არ ვეწევი სიგარეტს. ხო. და რაღაცა გარემოა ხო რაღაც ადაპტირებული იმ აი ნებისმიერი მარტივად რა თქვა ადამიანებისთვის ასე თქვა მორგებული ადამიანზე და მის კომფორტზე და მათ შორის შოპინგის დროს მათ შორის რაღაც საქმიანი ყველაფერი არის გათვალისწინებული იმისთვის რომ აი ადამიანი გადის ბავშვით და მოდულიც თბილისის დროით პირველის ნახევარ და საუნდე რასაკეთებდი ხოლმე იქ ანუ მაშინ ჩვენ ვერ ვიყურე? ღამეა იქ მაგ დროს მეძინა. როგორ ღამე, რამდენი საათია კაცო? 8 საათიდან 9 საათი თუ გავა. ხო და რომელი საათი გამოდის? ძიმა რა გინდა, თემიდან უკვე არა, ცოტა მინდა რაღაცების მოვაყოლო, იმასა ოფიციალური სტუმარები პრობლემაა. ჩემ წარმოდგენაში ნიუ-იორკი არის ძალიან არ ვარ ნამყოფი და არის მგონია რომ ძალიან სწრაფია და ძალიან ქაოსური და მე ხო ნელია. არა, კი, მაგრამ აი ორი ბავშვი გავიგეთ რომ ყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ყველაფერს ერთმანეთზე ინაცვლებით და უთმობთ და უწყობთ ხელს როგორც შეიძლება. აი ყველაფრის მოსწრება. აი მგონია რომ სალონამდე რომ მიხვიდე მთელი დღე გჭირდება, ვიგონებ ამას. არა, იცი რა არ არის ეგრე. გზაში მგონია რომ გეხარჯე. ქალაქი არის ძალიან ისეთი ენერგიული სწრაფი ტემპი, მაგრამ შესაბამისად ხალხი სწრაფია. 2 საათით ყავს ნიკა და შესაბამისად ჩემი მე მგონია რომ რაც უფრო მეც აკეთებ, მეც ასწრებ. იმიტომ რომ შენ ხარ აი ამ ტალღაზე და ბევრად მეც აკეთებ ამ მომენტში, როდესაც იცი რომ ბევრი რამ გაქვს მოსასწრები. და ქალაქი არის ასეთი, მაგრამ არის ამავდროულად ძალიან კომფორტული. მე მინახავს ხალხი, რომელიც
სპეციალური ეტლები აქვთ, ისეთი რითიც დარბიან. ეს არის იმისთვის მოწყობილი, ზოგი არის ესეთი ჩაკეტილი, სადაც კამ ბავშვებს კრავენ შიგნით და დარბიან, რომ სიბილი ბავშვის ეტლთან ერთად. ხო, ვისაც არ შეუძლია, რომ თქვა ჩემნაირად ბავშვი დაუტოვოს მეუღლეს, ის ბავშვთან ერთად დარბის და მაინც ვარჯიშობს. ის კაი ადგილია ემების გარეშე ორმოების ალბათ რომ დარბიან. რა თქმა უნდა, დარბის და აბა გვიდი გაიგეთ ბავშვთან ერთად არა. ხო, მანქანა არ დახვდება იმას. ტროტუარზე. ერთი რამ მაინტერესებს, რაც ქართველი მაყურებელი გიცნობს, სულ რაღაცა შენი საქმით დაკავებული, მუშაობ, თქვა ჩანდი ტელევიზიით და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, თქვა მეორე ბავშვი და ეს რეჟიმი, ხო? ის რომ თქვა ძიზეზე თქვი უარი, შენი პრინციპებიდან გამომდინარე, სამავო გეგმებს შენთვის, როგორც პიროვნებისთვის, როგორ აწყობ? იცი რა, ეტაპი იყო ჩემ ცხოვრებაში ეს და ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სულ იმას ვამბობ, რომ ბევრი გამოტოვა ჩემ პირველ შვილზე და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ჩემ სამ პატარასთან ურთიერთობით და ყველაზე საპასუხისმგებლო სამსახური არის შვილის აღზრდა და დედობა ხო ესეა თიკა და ყველა დედები ვართ აქ და ყველა მეცეთ რომ ჯერ კიდევ აიწყო ეხლა რა? ცოტა მოზამილათი ლაპარაკი. ძალიან საინტერესო იყო მართლა ეს ეტაპი. რა თქმა უნდა, ეს არის ეტაპი, ეს ბავშვიც უკვე წამოიზარდა და უკვე სექტემბრიდან მეც რაღაცა ჩემი გეგმები მაქვს და მივხედავ რაღაცა საქმესაც. იქ ხო ეს გეგმები ამერიკაში. ხო, მე თან ჯერ კიდევ იმ პროცესში ვარ. კიდევ არ დასრულებულა ჩემი მოქალაქეობის პროცესი. აღარ შემი. რას ლაპარაკო? ხო, მაისში დავასრულეს დღეების შეგროვება და ახლა რომ დავბრუნდები, უნდა შევიტანო საბუთები და დაველოდო. ეხლა არ შევიტანი, იმიტომ რომ ისევ ვერ ჩამოვიდოდი. ეხლა რომ შემეტანა საბუთები, ამიტომ სექტემბერში შევიტან. გადაიწია მოკლედ ცოტა. კი, იმიტომ რომ ისე სწრაფად იცვლება ეს ხო ყველაფერი რომ. ეხლა გუგლებით ცოტა რომ დავეციოთ ამ ტემპს და ამ ესე ვთქვათ სპრინტს მოდაში და სიჩქარეს, რა ხდება იქ? რა არის ესე ვთქვათ მოდური? როგორ გამოიყურებიან იქაური გოგონები? პირველ რიგში გოგოური თემები წამოვწიოთ. ხო, მე სადაც ვცხოვრობ, იქ ძალიან ბევრი მოდელები ცხოვრობენ, მსახიობები ცხოვრობენ და იქ გამიჩნდა პირველ რიგში აი ეს ვარჯიშის რაღაცა სურვილი აროდი რომელიც აი ესეთი არასოდეს არ მქონია. ყველა ვარჯიშობს, აი დილიდან რომ გამოდიოდი, ყველა იყო სპორტულებში ჩაცმული და ყველა რაღაცას აკეთებდა. ყველაზე მთავარი რაც არის აი ეს თავისუფლების შეგრძნება ყველაფერში. საერთოდ, ანუ არა მარტო ჩაცმაში, ხეს ხომ თავარია, შენ რაღაცა ის რო გაქეს. გასაგებია მოდა ყველა მიყვება, ყველას მოსწონს, მაგრამ რაღაცა ინდივიდუალურიც ხო, ყველას აქვს თავისი. და იქ იმდენად თავისუფალია რაღაცა ჩარჩოებისგან ყველა რომ ძალიან საინტერესო ხალხი შეიძლება რომ ნახო ქუჩაში. თავიდან ისე უყურებდი ხოლმე ვაკვირდებოდი რაღაცა. დღეს უკვე აღარ მაქვს ეს რეაქცია იმდენად ბევრია ასეთი. შეიძლება რაღაცა Facebook-ზე მახსოვს რაღაც ფოტო დააგდე შენ. კი. ეს მეორე მხარე ავიდა რომ ანუ რაც უფრო უცნაურად ჩავიცვა მით უფრო კარგი და შემომხედავე. აქეთ ხო წავიდა ეს მე მგონია რომ უბრალოდ ვისაც რა უნდა იმას იცის. ყოველდღიურ ცხოვრებაში არის ეტიკეტი მან? თუ ეხლა საღამოებზე გასაგებია. სამსახურში რა თქმა უნდა, გააჩნია სამსახურში. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვისაც რა მოსწონს, იმას ჩაიცვას და დადის რა. აბსოლუტურად ხო, რა თქმა უნდა, ეგრეა. მაგრამ ძალიან საინტერესო, განსაკუთრებით მე მომწონს ასაკოვანი ხალხი, ძალიან ისინიც ვარჯიშობენ, მე მართლა გაოცებული ვიყავი. ჩემი ასაკი, ხო დაახლოებით. მე ვლაპარაკობ 80 წლის ბაბუებზე, რომლებიც დადიან ისეთი რაღაცა мотиваცია აქვთ, რომ მოდიან ვარჯიშობენ, ველოსიპედებით რა თქმა უნდა. არა და ამერიკელ ხალხზე დიდად წარმოდგენაა რომ არიან სუმსუქნები და მიირთმევენ ჯერ არადრე იყო გააჩნია შტატებს და ესეთი რა თქმა უნდა ყველგან ნიუ-იორკი თვითონ ნაკლებად ნიუ-იორკში უფრო სპორტული ხალხი ერთ რამ მაინტერესებს არ ვიცი რამდენად არის ეს თბილისის რაღაცნაირი მოდა სოფლიო მოდის გამოძახილი მაგრამ თითქოს ერთი პერიოდი ყველა რო დადიოდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე ეხლა თითქოს წამოვიდა ტენდენცია რომ ქალებმა ცოტა დავისვენოთ ჩვენი შეხედე ფაქტის აღეზია ხო უფრო დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით ვიაროთ, ხო? შენ არ გეკითხები პირადად, იმიტომ რომ შენ არასდროს არ უღალატებ შენ სტილს ვიცი, მაგრამ იქ როგორ დღისით არა, დღისით უფრო იქ ესე არის ხოლმე, საღამოს თუ სადღაც მიდიხარ, ყველა იცმევს მაღალ ქუსლს და ყველა იპრანჭება რაღაც აი რესტორანშიც თქვა. ისეთი სიტუაცია ხოლმე, ლამაზად ჩაცმულია ყველა და დღისით სპორტულად და უფრო ისე რომ იმდენად ბევრს დადიხარ იქ ფეხით. ნიუ-იორკი არის ფეხით მოსიარული ხალხის ქალაქი და ყველა დადის ფეხით. იმ
იმდენად სასიამოვნოა, რომ ზოგჯერ გამივლია იმ ხელმანძილები, რასაც აქ თქვათ ვერ გავივლი. თუმცა სასწობებია ოიზახია. არის კი საცობები, მაგრამ ამიტომ ტაქსები აი 10 მანქანიდან 8 ტაქსია. ემიგრანტები არა ძირითადად. და ხო, ბავშვთან ერთად აი ეტლით დავდივარ ხოლმე ძალიან ბევრს, ამიტომ იქ ქუსლით და ეტლით სიარული გამორიცხული. ნიუ-იორკში ხარ, არ ყოფილ ხარ არც ერთ სპორტულ შეჯიბრზე დავიჯერო? სპორტულ ან ბეისბოლზე, ან ამერიკულ ფეხბურთზე, ან კალათბურთზე. US Open-ზე. შენგენასა. მე მაგას მიმარები, ეხა ვერ გავიგე. აი მოდა იქ უნდა. მე ბავშვი დავიტოვე და ჩემი ქმარი წავიდა და იყო იმ ფედერერის და ფინალზე. ხო. ნუ კარგი. ეხლა ეს ემოციასთან რომ მივიდეთ. ჩავერთე ცოტა. თბილისის საყვარელი ხარ შენ. მადლობა მითხარი რომ გიპასუხე სპორტთან დაკავშირებით შეთქვას. აი რაღაცა ტენდენცია რომ წამოვა თბილისში, აი უცებ იცვლება ქალაქი და ყველა ერთნაირად არის. დაუშვათ სპორტული ფეხსაცმელები რაღაცა კამპებზე, ხო? და ეხლა რო გადახედა, ყველა სესიაცია, ხო? ბევრს უფრო. მაგრამ მოწოს. აი, მაგრამ ნიუ-იორკში ესე რადიკალურად არის ხოლმე. შეიძლება აი უცებ ძალიან ბევრი ხდება ერთნაირი, არ არის. აქ არის თბილისში ძალიან ხშირად არის რაღაცა ერთს ამოიჩემებენ და მე ყველა ამას იცმევს ხოლმე. თქვათ, მახსოვს რაღაცა კედები ქონდათ ამოჩემებული ერთპირდი, მე რაღაცა სხვადასხვა რაღაცეები ფეხსაცმელი. არა, ასე არ არის. ყველას რაც მოწონს იმ კედები ეხაც ამოჩემებული. ხო, იმდენად დიდია ეს ქალაქი, რომ ასე როგორც აქ ხდება, რომ ერთმანეთზე ხედავენ და მოწონთ და მე ყველა ერთნაირად იცვავს, არ არის ესეთი რამ. მასშტაბი იმდენად დიდია. ეხლა მოგვიყევი შენი გამოცდილება აი ჩვენ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მსხვერპლს სილამაზისთვის. რამე ისეთი ძალიან მტკივნეული მსხვერპლი გახსენდება? როგორ არ მახსენდება ფეხსაცმელი ძალიან ბევრჯერ. ხოდეგარ თქვი. აი ისე მტკენდა ფეხს, რომ აი როგორ აგითხრა, ფაქტორით სიარული რომ არ შემიძლია, მაგრამ მაინც მაცვია. ეხლაც ანუ ამაზე ხარ ხო? მე მაგრამ ამას რო ჩაიცემ მთელი დღე. მთელი უნდა დავიტანჯე, მაგრამ მაინც კი. ამერიკა მაგ და კომპრომისმა ესე თქვა კომპრომისზე ვერ წახვედი აქედან გამომდინარე. ხო ამერიკა ვერ გიშველა ასე თქვა. მიდიხარ და აი კაბას უხდება რაღაცა ფეხსაცმელი. და მორჩა. ნუ უხდება ვერაფერს ვერ. ნუ ადგილით შესაბამისია. ხო. ცხადია, მაგრამ ზოგი რო დადის, აი ესე რო დადის ზოგი აი ეს თქვენ არ დადიხართ ეგრე მაგაშია საქმე. როგორც ცნობილმა ფეხსაცმელების დიზაინერმა კრისტიან ლობუტანმა თქვა იყო მის მიმართ ისეთი პრეტენზიები რომ რატომ არის არა თქვენი ფეხსაცმელები ესეთი არაკომფორტული და მან თქვა რომ მეო არ ვთვლიო რომ მაღალი ქუსლი უნდა იყოს კომფორტული იმიტომ რომ ეს არისო მსხვერპლიო როდესაც შენო ამას ამიტომ აი სპეციალურად თქვა რომ როცა და მაღალი ქუსლი არ მოწვია უბრალოდ ვერ ვაზროვნებ და ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ და დამანებეთ თავი მოიცა ისე მაგარს აზროვნებს რომ დაგუპა ეს თავის ქმარი მე მაგალითად თან მიმაქვს ხოლმე ფეხსაცმელის გარეშე კომფორტული ჩასაცმელი რომ მე ჩამოვიდე იქიდან რომ მე შევირგო საღამო მაგრამ აი ძალიან დიდხანს მაინც ვითვენ ხოლმე რა ხო აი წაგიღია კინები მიჭერს ამბავი არის მაგრამ მაინც გიგა აბა ესე ცოტა ძალიან მოჭერილი რო იცი რომ მიდიხარ რაღაც ვახშამზე მაგრამ ლუკმას ვერ ჯოვინე ისეთი კაბაგაცია რომ შემოგასკდა და ვერ მოიხდეს ზედმეტ ლუკმას ქონია ესეთი რაღაც ამდაგვარი ეს ქონია განსაკუთრებით საყურეებით რამძიმე აი საყურეები აი სერიოზული პრობლემაა. თან როგორ არის იმ წამს რო იკეთებ ვერ გძნობ. და აი მანქანაში რო ზიხარ ხები რომ აი ძალიან გამძიმებს. ხო აი გამძიმებს და ხაჭავს და რაღაცა იტანჯები, მაგრამ ნუ რა უნდა ქნა. მე ერთხელ მქონდა სათვალე მიჭერ აი რა. აუ ეგ არ არის დასაცილო. მე ვთქვი ხოლმე ხანა. არა ხო მე მივხვდი, ანუ ესე იგი შევიძინე ახალი სათვალე ვიყავი, ესე თქვა. ვინმე დითავიანს უნდა გაუკეთო, ვერ გააფართოები. ხო და გავიკეთე სათვალე და მოაყოლე ადამიანს. არაფერი სერნობ გავიდე ერთი საათი და ვგრძნობ რომ აი თავის ზედა ნაწილი მიცივდა. ანუ რაღაცა სივეს რომ აი მე ვფიქრობ რომ აი ხა ნამდვილად ესე თქო ორ პირი რაღაცა ესე გამსეირნობის გამიცივდა თავი და აი მე არ რაღაცა უბედურება არ დამემართოს და არა და აი უკვე აღარ შეიძლება და ჩემ მეუღლეს თქვი რაღაცა ძალიან თავი გამინიავდა ეტყობა თქო და სადაც მეოთხე წავიდე თქო ან სასტუმროში ან სადაც მე ისე თავი შევიდე თქო მე რო შევედი იმაში შენობაში და რომ მოვიხსენე სათვალე მივხვდი ეგ ჩას
ლურჯებული ნაწილები მქონდა და აი ეხლა თავისკენ სითბო მიფეთქა სადისტობა არა თვითგვემა არ არის ესა ხო და განსაკუთრებით აი ეს მყაბის ამბავი ხდება ხოლმე აი ბავშვს რო გააჩენ და აი ძალიან რომ გეჩქარება რომ აი რაღაცებში ჩაეტიო აი ხო გინდა აი ჯინსი გინდა რომ შეგეკრას და ეს ყველაფერი და რაღაც მომენტში აი მაინც ზალით აკეთებ ამას და მე მართლა ვერ სუნთქავ მთელი საღამოთი სულ გაგზავნა როდის წავხვა ხო და ამის გამოც გამიჩნდა არ არის ეს ქალის არ ახარ არ არის ესე რაღაცა თუ არ გიჭერს რა ქალი ხარ საპალე თუ არ მოგიჭირა რა ქალი ხარ მე მქონია შემთხვევა როდესაც უბრალოდ ნერვებმა მიმტყუნა და ვეღარ გაძელი ხო ვეღარ გავძელი და უბრალოდ აი ყოფილა რომ არ წავს მივდიოდი სადღესა არ წავს უარ იმიტომ რომ მივხვდი რომ თან რაღაც იმ დროში ვერ ვასწრებდი მომზადებას და ძალიან უნდა მეწვალა აი აღიარო თან გინდოდა წასვლა მაინც და მაინც ახლა ეგეც აღიარა ისე თქმა მინდა იცი რომ აი რაღაც მომენტში კომპრომისზე მიდიხარ ამ შენს თავთან რომ მოდი დღეს აღარ წავისვა მეორე ჯერზე მაკიას და გაუფრთხილდები ჩემს სახეს და არც იქ არ წავალ და მოვიკლებ ამ სიამოვნებას. ისე კარგად დაისვენ. აი ყოველდღიური ამბებისგან. ხო. ძალიან დიდი რაღაც მოხდა შენ ცხოვრებაში მინდა გითხრა სასიკეთო. მართლა ძალიან დაღლილი იყო უკვე ბოლოს. იცით რა? ესეც მსხვერპლია მე მგონი. შეგიძლიათ რომ ის ჩამოთვალოთ. მამაკაცების ფაქტორი ხო მოქმედებს, მსხვერპლს რო იღებთ ხო რაღაცა კარგ სულ. ხოლო თქვენთვის. ხო და მაშინ ჩამოთვალეთ რა მსხვერპლს იღებთ დღის განმავლობაში. რაც ჩამოთვალეთ ყველაფერი მაგეთ არის მართული. თუ ნებისმიერი რა. რაღაცა დაიბერის. არა, ყოველდღიურობა, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ სამდღიანი რაღაცნაირი გადაღებების და ძალიან დაღრილობის შემდეგ მიდიხარ სახში და უბრალოდ გინდა ბალისე დადო თავი და მიეცე ძილს, ხო? არის შემთხვევა, მაგრამ იცი რომ მეუღლე სამსახურიდან უნდა მოვიდეს, მას უნდა დაახვეთ რომ თბილ-თბილი საკვები და რამდენჯერ ყოფილა რომ აი ესეთი ძალიან დაღლილი, მაგრამ მოტივირებული დამდგარ სამზარეულოში მომიზადებია სადი. ეს არ არის მსხვერპლი? კი არის, მაგრამ მე არ ვითხოვ ეგეთ ხვებს ჩემი მეუღლისგან. არა ხო, მაგრამ შენ თვითონ თუ ხსიამოვნებს, ეგ სხვა არის, მაგას ხვებს უკვე ვეღარ დავაყენებ. ესე იგი, გამუდმებული კონტროლი იმასი, რა ქვია, საკვების. რა ჩამარტყა ბიჭო? არ ვიცი, მავნე რაღაც ზემოქმედებების, პრინციპში ეს ჩვენს იმაზეც. აფიქრი არა. ძალიან დაღლილი როცა ხარ და ძალიან ბევრი რამეს აკეთებს დღის განმავლობაში და მაინც ცდილობ რომ შენი მეორე ნახევრისთვის რაღაცა ფორმაში იყო, ესეც უკვე რაღაც რასაკვირველია. ხო? ეს არის. ესე ქუსტე დგომა, ვიწრო. მაგრამ სასიამოვნოა. და ბოლოები, სახეზე სულ მოწესრიგებული, რომ ერთი ზედმეტი წითელი წინწკლი არ დაინახოთ. წითელი წინწკლი? ხო, ნუ იმას სახეს. ხო, წითელთვალება კალმა. თმა სულ აფეთქებული მაგ. ესე იგი როგორ გვეცოდები? ჭრილი ფეხზე, ხელზე. და საბოლოო ჯამში მაინც ეს პრინციპში ჩვენი სიამოვნებაც არის, რა ვქნა? ხო, რა თქმა უნდა. ხო, თვითკმაყოფილებას არის. საკუთარი თავისთვისაც ვაკეთებთ მოდი. ესე იგი მე ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი, ზოგადად უკვე წლებია. ნუ ეს გამექცა ცოტა ხანი, მაგრამ ეხლა ჩამოვიდა რა. ქალბატონები ტრიალები. არ შემოქმნიო რაღაც საოცარი სილამაზით, აი მართლა და მარტო ფიზიკური არა. მოგიხარ რომ სულიერიც და ძალიან მიხარია. ლიკა დარჩება ხა ჩვენთან ერთად და მეორე ნაწილი ნახე როგორ მიიღო. გაგზელება რეკლამის დროს გოგოებო. ჯერ კი არ დამთავრებია, ეხავე დაბრუნდებით თვალე. ხო და რას გეუბნებოთ ეხლა? და არის საჭირო იმისთვის, რომ სოფლიო მოდას აყოლილება ჩვენი ინდივიდუალობა არ დავკარგოთ. ნინა სუბლატი ალბომის პრეზენტაციით და გამორჩეული სტილით ჩვენ სტუდიაში. ქართული როკ ჯგუფი Loudspeakers ესპანეთის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას მუსიკალური ნომერი გადაცემის მესამე ნაწილში. შექმენი შენი კალენდარი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი დამწყები მხატვრებისთვის მასშტაბურ კონკურსს იწყებს.